გამარჯობა. ეს 2016 წლის 14 მარტია და ვწერ ამ ვიდეოს. ნეტა როგორი 10 წელი მელოდება, არ ვიცი არა. თავარი ის არის, რომ სკოლის საშინელი პერიოდი გადავლახე, გამოვიარე სკოლა, ეხლა უნივერსიტეტში ვარ მესამე კურსზე და სწავლობ ნელ-ნელა. მუშაობას ჯერჯერობით არ ვაპირებ. ნახოთ რა როგორ იქნება. ის ჯოჯოხეთი მთავარია გადავლახე. ახლა უკვე ბედნიერების დროა. ძალიან ვცდები ამ გადმოსახედიდან სინამდვილეში, ძალიან ვცდები. ძალიან არასწორად ვჯელობ, რადგან ეგ სკოლის ჯოჯოხეთი, რაც შენ გონია, რომ ჯოჯოხეთი იყო, სინამდვილეში ჯოჯოხეთი რამდენიმე თვეში იწყება, როდესაც შენი ძმაკაცი გარდაიცვლება, სრულიად ჯანმრთელი, არაფერი არ აწუხებს, ვარჯიშობს, ჯარში მსახურობს და საშინელ დღესაც გარდაიცვლება. ამას რომ გაიგებ, ძალიან დიდი ფსიქოლოგიური პრობლემები დაგეწყება. ძალიან გაგიჭირდება ფაქტიურად ისევ ჩაიკეტები, როგორც ადრე ბავშვობაში. ისევ 4 კედელს შორის იქნები და სპენაზეც პრობლემები შეგექმნება. ექიმები გეტყვიან, რომ შვილო, მალე დაყროვდებიო. ექიმთან მისული უფრო გაგიჟდები და გადაირევი. ამიტომ არასწორია, რასაც ეხლა შენ ფიქრობ. ყოველი დღით უნდა ისიამოვნო უბრალოდ. პრობლემები იქნება, მაგრამ მაგაზე უარესი პრობლემებიც იქნება. ამიტომ დღეს რაც გაქვს ჩათვალე, რომ ის არაფერი არ არის. სიმართლე გითხრა, ერთი გოგო მომწონდა კიდეც. მეგობრობდი, კარგი ურთიერთობა მქონდა, მაგრამ რაღაც მხრივ ვერ აეწყო, რაღაც თავისებური ადამიანი იყო მაინც და კი დავდიოდით, მივდიოდით, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც არ იყო ჩემი. არაფერი, ხო გეუბნები, მესამე კურსზე ხარ მაგ დროს, როდესაც ამ ვიდეოს წერ, მესამე კურსზე ხარ. სტუდენტობა, სწავლა, ყველაზე დიდი ბედნიერება არის. მხოლოდ ერთი რამ იქნება შენთან, ეს უფალი იქნება, რომელიც ვარჯიშს დაგაწყებინებს, ფეხზე წამოგაყენებს, სამსახურს დაგაწყებინებს და 2018 წლის საუკეთესო თანამშრომელი გახდები. 2019 წლის საუკეთესო თანამშრომელი იქნები. 2020 წელს უკვე გაიცნობ ადამიანს, რომელიც შეგიყვარდება და გადაწყვეტ დაოჯახებას. მოკლედ რაც იყო, ის ჯოჯოხეთი გადავიარე და ეხლა უნდა ვიმხიარულო, ვიბედნიერო და ყოლებად ლამაზი შვილი გოგონა, თუმცა აქაც ყველაფერი კოშმარად გექცევა, ყოველი დღე, ყოველი წამი, სასამართლოები, ალიმენტი. ვერ მოიხდი, ბოდის, ოღონდ ოჯახი არ დაგენგრე. არა, მთელი ცხოვრება დაჩოქილი ხო არ იქნები. ისევ მინუსებიდან, ისევ ფსიქოლოგიური პრობლემებიდან, მაგრამ დაიწყებ წიგნის წერას. ამ ყველაფერს შენ გადაგალახმინებს წიგნები. წიგნების დაწერის ყოველი წამიდან, ყოველი ფურცლიდან, ყოველი სტრიქონიდან შენ ბედნიერი იქნები. 2026 წლის 14 მარტს უკვე მე-10 წიგნზე მუშაობ. ტანჯვის მერე ბედნიერებას მაინც იპოვი და 2026 წელს 10 წელიწადში შენ დააგვირგვინებ ცოლის მოყვანით. იქნები ბედნიერი, შენ ლამაზ მეუღლესთან ერთად. ამ წამს ძალიან ბედნიერი ვარ, მყავს გვერდით ლამაზი მეუღლე, ლამაზი ოჯახი, მშობლები, და-ძმა, შვილი და ყველაფერი კარგად იქნება. მადლობა ღმერთს ყოველი დღისთვის.